მოგესალმებით ყველას. ამჯერად ლემშვენიერადან. ლემშვენიერა არის რუსთავის მიმდებარედ და ჩვენ ვიმყოფებით ნუშის ბაღებში, რომელიც არის გაშენებული 30 ჰექტარზე და დავამონტაჟეთ მზის ელექტროსადგური, ეს არის 18 კილოვატი დადგმული სიმძლავრე, რომელიც რწყავს მთლიანად აი ამ ნუშის ბაღებს. კაც როგორც წინა შემთხვევაში გემახსოვრებათ, გამოყენებული არის ლორენცის მოწყობილობები. შიგნით ხმაური არის, მაგრამ მოდი მაინც ვნახოთ როგორ მუშაობს სისტემა. აგერ აქ არის ჩვენი კონტროლერი, რომელიც გარდაქმნის მზის ენერგიას ცვლად დენში და აი აგერ ამ ტუმბოს მეშვეობით უშვებს სარწყავ სისტემაში წყალს. ეს არის აქ ფილტრები დაყენებული, რომელიც ფილტრავს წყალს. მე გარეთ დგას რეზერვუარი, საიდანაც ხდება ამ წყლის ამოტუმბვა. შესაბამისად აქ გვაქვს მოწყობილი სისტემა, ეს არის გადართვის, ავტომატური გადართვის სისტემა, ანუ სისტემის მართვა შესაძლებელია აბსოლუტურად დისტანციურად. ეს კი უბრალოდ მარტივი სისტემა იმისთვის, რომ მივიღოთ 220 ვოლტი, რომ კამერებმა იმუშაონ და ამ გადართვის სისტემა მიმუშაოს. თვითონ მზის ელექტროსადგური არის 18 კილოვატი დადგმული სიმძლავრე. ეს კონტროლერი არის 15 კილოვატი სიმძლავრის, ხოლო აი ეს ტუმბოკი არის ასევე 15 კილოვატი სიმძლავრის. აი წარმოიდგინეთ, ასეთი პატარა სისტემა 18 კილოვატი დადგმული სიმძლავრე რწყავს 30 ჰექტარს. ჩვენ სანამ დავაყენებდით ამ სისტემას, თვითონ მომხმარებელი რწყავდა, ოღონდ რწყავდა გენერატორის გამოყენებით. დღის განმავლობაში ეს იყო დიზელ გენერატორის სატუმბი მოწყობილობა და დღის განმავლობაში ჭირდებოდა დაახლოებით 60 ლიტრი საწვავი დიზელი, ანუ დაახლოებით 240 ლარი უჯდებოდა ერთი მორწყვა. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა ხარჯი იყო. ეხლა კი მზის ელექტროსადგურის დამსახურებით და ამ სისტემის დამსახურებით სრულად უფასოდ მორწყავს. აი ეს არის პატარა აუზი, რომელიც მოწყობილი არის, საიდანაც ხდება წყლის ამოტუმბვა. აგერ იქითკენ მწვანე მილი არის ჩაშვებული, რომელიც წყალს ქაჩავს და გადააქვს სისტემაში. სულ ეს არის. მე ამით კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ის, რომ აი ამ სისტემებს მზის ელექტროსადგურებს ფაქტიურად ალტერნატივა არც კი აქვს სარწყავ სისტემაში. ანუ ფაქტიურად ჩვენ სრულად ვანაცვლებთ დიზელის ან სხვა საწვავის ტიპზე მომუშავე ძრავებს და მდგრადად ხელს უწყობთ თვითონ ამ ბაღის გაზრდას და აი ამ ნუშების, რომელიც ალბათ შემდეგ წელს უკვე მოსავალს მოგცემს. სულ ეს იყო აბა დროებით წარმატებები და მომავალ პროექტამდე.